მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ცოტა ხანი თქვენს ყურადღებას მოვითხოვ და გავაგრძელებ ვიდეოზე, სადაც შევჩერდი და ვსაუბრობდი სახის კანის რუტინის იმ ნაწილზე, რომელსაც ქვია სახის შრატი. ამ შემთხვევაში თემას უფრო გავშლი და სრულყოფილად წარმოვადგენ. გთავაზობთ ყველა ტიპის კანისთვის სრულყოფილ რუტინებს, სადაც გაწერილია დღის მონაკვეთების მიხედვით დილა დღისით და საღამოს რა, როდის და როგორ გამოვიყენოთ. ასევე გავითვალისწინებ პროდუქტების მონაცვლეობასაც. თუ კი რომელიმეს რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლიათ უკვე კომენტარის სახით პოსტის ბოლოში დასვათ, ოღონდ სასურველია ეს ყველაფერი მოხდეს ჯგუფში. რომ ადაპტირება მოახდინო და შემდგომ თუ დამუშავებელი იქნება რამე უკვე დავამუშავო კიდეც. პირველი მშრალი კანის ტიპი. დილის რუტინაში შედის ნაზი გამწმენდი რძე ან ჰიდროფილური ზეთი, ტონერი, დამატენიანებელი შემადგენლობით, როგორიც არის ჰიალურონი ან ალოე. C ვიტამინის ან ნიაციმიდით გაჯერებული შრატი დღისით არის ალტერნატიული. დამატენიანებელი კრემი, რომელიც მდიდარი იქნება თავისი ტექსტურით და დღის ბოლოს მზის დამცავი აუცილებლად სპა ეფექტით. დღის განმავლობაში დამატენიანებელი სპრეი შრატი 3-4 საათში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი კრემი ბალზამი. საღამოს გამწმენდი რძე ზეთი პლუს ქაფი ორმაგი გასუფთავებისათვის. ტონერი დამამშვიდებელი პანთენოლით ან კავას ექსტრაქტით. ჰიალურონის შრატი 1 დღე. რეტინოლის შრატი მეორე დღეს. დამატენიანებელი შრატი კი მესამე დღეს. დამატენიანებელი ღამის კრემი ან ზეთი, არგანი ან შიას კარაქის შემცველობით. მეორე ტიპის კანი. ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანის ტიპი. დილით. ქაფიანი გამწმენდი სალიცილის მჟავით, მსუბუქი ტონერი ჩაის ხის ან სალიცილის მჟავით, ნიაციმიდის ან ცინკის შრატი, დღე-გამოშვებით C ვიტამინის კომპლექსით გაჯერებული, მსუბუქი დამატენიანებელი გელი, SPF 50 აუცილებლად. დღის განმავლობაში მატირების, ალბათ უფრო უპრიანია ვიხმაროთ, მატონიზირებელი ხელსახოცები, ეგრეთ წოდებული სალფეტკები ან სპრეი, რომელიც შეიცავს ცინკს და მწვანე ჩაის. დამატენიანებელი მისტი ან ლოსიონი. შემდეგი კანის ტიპი, კომბინირებული კანი. დილით. მსუბუქი ქაფიანი გამწმენდი, ბალანსის შემანარჩუნებელი ტონერი, რომელიც შეიცავს ალოეს და ჰიალურონს. ნიაციმიდის შრატი 1 დღე, C ვიტამინით გაჯერებული შრატი მეორე დღეს, დამატენიანებელი კრემი ლოყებზე და გელი T-ზონაზე, SPF-ი, დამატენიანებელი სპრეი მშრალი ზონებისათვის, მატონიზირებელი საშუალება ცხიმიანი ადგილებისათვის. საღამოს ორმაგი გასუფთავება, ტონერი, ნაზი ალკოჰოლის გარეშე, შრატი რეტინოლით 2-3 დღეში ერთხელ, ჰიალურონი დანარჩენ დღეებში. დამატენიანებელი ღამის კრემი მხოლოდ მშრალ ზონებზე. საღამოს ორმაგი გასუფთავება, ჰიდროფილური ზეთი პლუს ქაფი. ექსფოლიატორები 2-3 დღე, BHA ან AHA სისტემის. შრატი რეტინოლით 2 დღეში ერთხელ, ნიაციმიდი დანარჩენ დღეებში. მსუბუქი გელისებური
დამატენიანებელი. მგრძნობიარე კანისათვის. დილით. ჰიპოალერგიული გამწმენდი, კრემი ან რძე. დამამშვიდებელი ტონერი, კავას ექსტრაქტით და პანთენოლით. ციცა, კიკა, შრატი, 3 დღე. ჰიალურონის ექსტრაქტით გაჯერებული დანარჩენ დღეებში. სუბუქი დამატენიანებელი კრემი და შემდეგ SPF-ი მინერალური ფილტრებით. დღის განმავლობაში დამამშვიდებელი სპრეი თერმული წყლის სახით. საღამოს გამწმენდი რძე პლუს ძალიან მსუბუქი ქა. დამამშვიდებელი ტონერი, პეპტიდებით გაჯერებული შრატი დღე-გამოშვებით. დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ღამის კრემი. მონაცვლეობის პრინციპი. აქტიური შემადგენლობა ისეთი როგორიც არის C ვიტამინი, რეტინოლი, ნიაციმიდი, მონაცვლეობით გამოიყენება 1 დღე 1, მეორე დღეს მეორე, რათა კანი არ გადაიტვირთოს. ექსფოლიატორები, ნივთიერებები, რომლებიც კანის აქერცვლაში იღებენ მონაწილეობას. კვირაში 2-3 ჯერ საღამოს. დამატენიანებლები. ყოველ დღე, მაგრამ ტექსტურით მორგებული კონკრეტულ ზონასა და ტიპს. დებიან საღამოს გისურვებთ ყველას.